ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის თემა, რაზეც ახლა ვისაუბრებთ, მნიშვნელოვანია პრაქტიკაში, მნიშვნელოვანია სინანული და გულდაწყვეტ, რომ შეიძლება რაღაცა ეს პროცესი მინელებულია გაჯეტების თუ რაღაცა განვითარებული რაღაცა დროის უქონლობის გამო, მაგრამ მოკლედ ძალიან მახარებს, რომ მსოფლიოს საფოსტო ორგანიზაციის ეგიდით წერილის წერის კონკურსი გაიმართება, უფრო ვრცლად რას გულისხმობს ეს კონკურსი და რისთვის არის საჭირო და არის მიზანი, გვესაუბრება საქართველოს ფოსტის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მაგდა სანიკიძე. დილამშვიდობის. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. მადლობა დიდი სტუმრობისთვის, დროის დათმობისთვის და ამ საინტერესო თემაზე საუბრისთვის. თუ დაკვირვებულია ჩვენი მაყურებელი, რამდენიმე წლის წინ დაახლოებით ვისაუბრეთ ამ თემაზე. კარგია რომ ისევ აქტუალურია. კიდევ ერთხელ მოდით გავაცნოთ საზოგადოებას, ვინ შეიძლება ახლა გვისმენდეს, რას გულისხმობს ეს კონკურსი და შემდგომ ვისაუბროთ იმ შედეგებზე და აქტივობაზე, რაც ვიცი რომ სასიკეთოა. კი ბატონო, სწორედ აღნიშნეთ, რამოდენიმე წლის წინ მე ზუსტად თქვენთან ვიყავი სტუმრად და ვისაუბრეთ აღნიშნულ თემაზე და ის რომ კიდევ ერთხელ მოვედი ეს თავისთავად იმას ნიშნავს, რომ აქტუალურია. აღნიშნავ, რომ აღნიშნული კონკურსი მსოფლიო მასშტაბით იმართება 53-ად, საქართველოში კი წელს იმართება მე-11-ად. რას ნიშნავს ახლა ეს კონკურსი, რატომ არის საერთაშორისო და რატო აქვს ამ ხელა მნიშვნელობა? აღნიშნულ კონკურსს 53 წლის წინათ ჩაეყარა საფუძველი ტოკიოს კონგრესზე და მსოფლიო საფოსტო კავშირის წევრი ეროვნული ოპერატორები, ესენი არიან 192 ეროვნული ოპერატორი, 192 ქვეყანა მართავს თავიანთ ქვეყანაში აღნიშნულ კონკურსს. პარალელურ რეჟიმში ახლა ჩვენთან მიმდინარეობს წერილების მიღება და პარალელურად მიმდინარეობს სხვა ნებისმიერ ქვეყანაში. კონკურსი ჩვენ გამოვავლენთ საქართველოში გამორჩეულ კონკურსს იმ ერთადერთ წერილს ავტორს შესაბამისად და ამ წერილს ჩვენ უკვე ვაგზავნით მსოფლიო საფოსტო კავშირში და მსოფლიო საფოსტო კავშირში გაგზავნის შემდეგ, როდესაც ბერნში ჩავა ჩვენი გამარჯვებული წერილი, ჩაერთვება უკვე საერთაშორისო ასპარეზზე და 9 ოქტომბერს გამოვლინდება უკვე მსოფლიო გამარჯვება. თქვენ ბრძანეთ რომ აეხლოთ ჩვენთანაც მიმდინარეობს ეს პროცესი, ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყანაში. რა არის თუ არსებობს კრიტერიუმი ან შინაარსი ან ფორმა ან ზომა ან გვერდები ამ წერილის დაწერის რაც თქვენთან უნდა მოვიდეს და რაც შესაძლოა შემდგომ რაღაცა წარმატების მიზეზი გახდეს. სიამოვნებით გაგიზიარებ და ვიტყვი პირველ რიგში რა არის აღნიშნული კონკურსის მიზანი? მიზანი არის ტექნოლოგიების ეპოქაში მაქსიმალურად იყოს შენარჩუნებული წერილის წერის კულტურა. არა მარტო შენარჩუნებული, ვცდილობთ რომ მსოფლიო მასშტაბით გავაკეთოთ პოპულარიზაცია. ახლა რაც შეეხება კრიტერიუმებს ჩამონათვალი საკმაოდ დიდია, რა თქმა უნდა, ეთერი არ მომცემ საშუალებას, რომ ყველაფერზე ვისაუბრო, თუმცა მწირად ყველაზე მნიშვნელოვან აქცენტებს დავსვავ. პირველ რიგში ვიტყვი, რომ ნებისმიერ მსურველს, ვისაც სურს, მშობელს, ვისაც სურს და ბავშვს, ვისაც სურს, რომ მონაწილეობა მიიღოს, ან მისმა შვილმა მიიღოს მონაწილეობა, ეწიოს ჩვენ ოფიციალურ ვებგვერდს GPOS.G სიახლეების ველში იხილავენ დაწვრილებით აღნიშნულ ინფორმაციას. ასე კი არ არის შეზღუდული. რა თქმა უნდა. ეხლა რაც შეეხება ასაკობრივ ზღვარს, ხშირად გვეკითხებიან და სიამოვნებით აღნიშნავ, რომ ასაკობრივი ზღვარი როგორც თემატიკა ყოველთვის არის დადგენილი მსოფლიო საფოსტო კავშირის მიერ. ხშირად გვეკითხებიან, ეს არის 9-დან 15 წლამდე და ხშირად მოგმართავენ 16, 17, 18 წლის მოზარდები. სურვილით რომ მონაწილეობა მიიღონ სამწუხაროდ ჩვენ არ გვაქვს ამის შესაძლებლობა, მაგრამ გვიხარია რომ არის სურვილი და მოთხოვნა აღნიშნულზე. რაც შეეხება კრიტერიუმებს, აუცილებელია რომ შენარჩუნებული იყოს წერილის წერის ფორმა, უნდა ჩანდეს გამგზავნი, ვინ არის ადრესატი, ესე იგი ერთეულების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1000 ერთეულს, შესაძლებელია რომ შესრულებული იყოს წერილი რამოდენიმე, ქართულზე რა თქმა უნდა, ინგლისური, ფრანგული, ესპანური, არაბული და ასე შემდეგ ძელი ჩამონათვალი არის. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენ პირველ რიგში წერილი გამოგვიგზავნონ ელექტრონულ პოსტაზე და შემდეგ უკვე დედანი წარმოადგინონ სერვის ცენტრში. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია რომ წერილი არ იყოს მანამდე არც დაბეჭდილი, არც ტირაჟირებული და ასე
შემდეგ. მაგრამ აუცილებელია რომ იყოს ქვეყნის მოქალაქე, იმიტომ რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც ბინადრობენ ჩვენთან და ვინაიდან სხვადასხვა ენაზე არის შესაძლებელი რომ შესრულდეს ეს წერილი, მათაც თუ შეუძლიათ რომ ჩაერთონ დროებით მობინადრეებს. კი, არის აუცილებლად უნდა იყოს ნებისმიერი ეროვნების, რა თქმა უნდა, საქართველოს მოქალაქე. ანუ რატომ აღვნიშნავ რომ იმ უცხო ქვეყნის ის უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელი ქვეყნის მოქალაქეც არის ზუსტად პარალელურ რეჟიმში იმ ქვეყანაშიც ამ პერიოდში იმართება ეს წერილი, კონკურსი. შესაბამისად ჩვენ არა გვაქვს უფლება სხვა ქვეყნის მოქალაქის წერილი მივიღოთ. თემატიკა ახსენეთ თქვენ, რომ ყოველ წელს თავისთავად ინფორმირებული ხართ ხო და იცვლება როგორც ჩანს ეს თემატიკა. გასული წლების თემატიკა რას ეხმიანებოდა და წლევანდელი თემატიკა რა არის? წლევანდელი თემატიკით დავიწყებ. თემატიკა ყოველთვის არის ისიც როგორი ძალიან საინტერესო და ცოტა ორაზროვანი. კითხვა დამისვეს ამათ წინათ ერთ-ერთ ეთერში, თუ რა მიმართულებით უნდა წავიდეს მოზარდი წერილის წერისას. და კითხვა უპასუხოდ დავტოვე და რატომ? ზუსტად ხშირად არის ხოლმე იმის გარდა რომ ჟიური ეცნობა წერილებს, როდესაც მე გამარჯვებულ წერილებს მეც ვნახულობ, იმდენად მოზარდის აზროვნებისთვის კიდე უფრო წარმოუდგენლად მიყავთ უფროსის აზროვნებისთვის კიდე უფრო წარმოუდგენლად მიყავთ ბავშვებს ეს წერილები აი რომ ვერ წარმოვიდგენთ ჩვენ და იმდენად საინტერესო აქცენტებით მიდიან ხოლმე წერილში რომ აი რა ვიცი სიმართლე გითხრათ აი ყოველ წელს უფრო და უფრო მეტია გაუცება წლევანდელი თემატიკა არის მიწერე წერილი მომავალ თაობებს სამყაროზე რომელსაც იმედი გაქვს ისინი მემკვიდრეობით მიიღებენ ნამდვილად ძალიან საინტერესო თემატიკაა და აღვნიშნავ ახლა წინა წლის თემატიკებთან მიმართებაში ჩემთვის განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო პანდემიის პერიოდის თემატიკა გაუზიარე შენი გამოცდილება მომავალ თაობებს და რა თქმა უნდა პანდემიის გამოცდილება ხა რამდენად ვისთვის პოზიტიური იყო და ვისთვის ნეგატიური ეს ერთია მაგრამ გამოცდილება ნამდვილად უნიკალური იყო და აი ეს წერილები იყო განსაკუთრებით საინტერესო და აღვნიშნავ რომ ეს 3 წლის წინ როდესაც ეს კონკურსი ჩატარდა ჩვენ ეროვნულ არქივთან ვითანამშრომლით და აღნიშნული წერილები გამოარჩიეთ 50 წერილი გამოარჩია კომპეტენტურმა ჟიურიმ და 50 წერილი გადავეცით ეროვნულ არქივს აღნიშნული წერილები გაიხსნება 50 წლის შემდეგ და ნებისმიერს ექნება შესაძლებლობა რომ ეს გამოცდილება გაიზიაროს იმ მომავალმა თაობამ. მაგდა თქვენ ბრძანეთ რომ ჩვენ რამდენიმე წლის წინ ვისაუბრეთ ამ ეთერში და ასევე ცხადია რომ რადგან ახლაც აქტუალურია ეს თემა, ესე იგი რაღაც შედეგი გამოიღო. თუ შეგვიძლია რაღაც ესე გადავხედოთ და რამდენად გაიზარდა აქტიურობა, ჩართულობა ამ პროექტში და სიმრავლე წერილების და დაიხვეწა თუ არა ფორმატ ცხადია. კი, მოგახსენებთ, რომ ესე იგი მონაწილეების რაოდენობა მე 11-ად ვატარებთ წელს და მონაწილეების რაოდენობა წლების განმავლობაში იზრდება. მსოფლიო მასშტაბით მონაწილეობას იღებს 16-17 მილიონი მოზარდი, საქართველოს მასშტაბით მონაწილეობას იღებს 1000-ზე მეტი მონაწილე. წინა წელს იყო ეს მონაწილე. მანამდე უკვე უფრო ნაკლები იყო. როდესაც დავიწყეთ, იყო სულ 100 მონაწილე. იზრდება და მე დარწმუნებული ვარ წელს კიდე უფრო მეტი მონაწილე გვეყოლება მსურველი და აუცილებლად აღვნიშნავ რომ აბსოლუტურად ყველა რეგიონი არის ჩართული აბსოლუტურად ყველა რეგიონი ხო რაც ძალიან სასიხარულოა დაინტერესება დიდი არის და აღვნიშნავ რომ აღნიშნული კონკურსის მხარდამჭერი ყოველთვის არის ჩვენთან განათლების სამინისტრო და განათლების სამინისტრო მაქსიმალურად უზრუნველყოფს რომ ინფორმაცია იყოს გავრცელებული სკოლებში. რაც შეეხება დაჯილდოებას ახლა სწორედ ჩვენ მაყურებელი ჩვენი ეკრანის მეშვეობით ადევნებს თვალყურს ამ დაჯილდოებას. კი ბატონო, განსაკუთრებული ღია სივრცეც ამიტომაც არის შერჩეული. ეს ნამდვილად განსაკუთრებული წელი იყო ძალიან დიდი რაოდენობით, ძალიან საინტერესო წერილებით და კი ბატონო, რაც შეეხება გამარჯვებულის გამოვლინებას საქართველოში, წერილებს ჩვენ ვიღებთ 5 აპრილის ჩათვლით. როგორც უკვე აღვნიშნე, მნიშვნელოვანია, როდესაც ელექტრონულ ფოსტაზე გვიგზავნიან წერილს და ელექტრონული ვერსია გვაქვს, დედანიც იყოს წარმოდგენილი. საქართველოს ნებისმიერ სერვის ცენტრში 91 სერვის ცენტრით ვართ წარმოდგენილები საქართველოს მასშტაბით და შემდეგ უკვე ჩვენ აღნიშნულ წერილებს გადავცემთ
ჟიურის და ჟიური ადგენს უკვე ვინ არის გამარჯვებული. თუმცა ის ერთი გამარჯვებული წერილი მიდის ბერნში, შვეიცარიაში, თუმცა გამოვლინდება მეორე მესამე ადგილის მფლობელი წერილი, გამოვლინდება ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს რჩეული წერილი, განათლების სამინისტროს საფოსტო კავშირის რჩეული წერილი, სხვადასხვა ნომინაციები გვაქვს და აბსოლუტურად ყველა მონაწილე, რა თქმა უნდა, სათანადოდ დაჯილდოვდება. ჩვენ ადგილობრივი ჟიური ყავს კომისია ვინც ავლენს და მე იგზავნება თუ ესეც საერთაშორისოა და არა, ადგილობრივი ჟიური ყავს, რა თქმა უნდა, ყოველწლიურად იცვლება, მაგალითად წინა წელს ყავდა ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი, ყავდა განათლებისა და კულტურის კომიტეტის ხელმძღვანელი, მოკლედ გულისხმობ, რომ აი ამ კომპეტენტური, ნამდვილად კომპეტენტური ჟიური არის, რომელიც ძალიან ადვილად ავლენს წერილი დაწერილი არის თუ არა მოზარდის მიერ თუ მშობელია ჩართული. აი ხა დამასწარით, ეს უნდა მეკითხა, ალბათ ჟიური ამას მიხვდებათ, თქვენც ალბათ რამდენიმე წერილს გაიწერეთ, ალბათ ხვდებით ხოლმე, ხო, რომ ეს კარნახი დაწერილი თუ აუცილებლად. თუ ბავშვის თავის მოსაზრებაა. ყოველთვის ხვდები, ან ყოველთვის ეს მშობლის ჩართულობა წერილში ჩანს. ასე რომ დაუტოვოთ ბავშვებს სივრცე, მოზარდებს რომ თვითონ შეასრულონ წერილი. ესენა მეთქვა, მე ვფიქრობ, მაინც ჯობს რომ დაუტოვონ, იმიტომ რომ სულ სხვანაირია მისი აზროვნება, მისი ფორმა. ჯერ ერთი თუ საუბრობთ ამ რაღაცა მივიწყებული საქმის განვითარებაზე, თვითონ უნდა განავიტაროთ. ჩვენ თუ უკან ნახეთ და ახლა ასე მოხაზე, ნუ არ ექნება. თუ გინდა რომ ბავშვმა ამაში მიიღოს სრულფასოვანი მონაწილეობა, ვფიქრობ მივანდოთ მას, როგორ წარმოუდგენია, რა წარმოუდგენია. ნამდვილად, იმიტომ რომ ყოველთვის ეს ნათელი არის, იმდენად განსხვავებულია ხოლმე ხედვა უფროსსა და მოზარდს შორის, რომ ნათელია რომ წერილი არ არის ბავშვის შესრულება. და სწორია, მშობელმა სწორად უნდა მიაწოდოს ინფორმაცია შვილს, რომ გასაგებია რომ ეს არის კონკურსი და ყველა გამარჯვებისთვის იბრძვის, ასე ვთქვათ, უხეშად ხო, მაგრამ ეს არ უნდა თუ ვთქვათ და ვერ გაიმარჯვა და საპრიზო ადგილი ვერ დაიკავა, არ უნდა იყოს ეს მიზეზი იმისა, რომ ფარხმალი დაყაროს. პირიქით, ეს უნდა იყოს მოტივაცია უნდა იყოს, რომ მომავალში კი მიიღოს მონაწილეობა და უფრო მეტად ჩაერთოს და ყოველ შემთხვევაში ახალგაზრდა თაობა, ასე ვთქვათ, ხომ, ძალიან განვითარებულია და უფრო მეტი ინფორმაცია აქვს და არ არის გამორიცხული ვთქვათ რომ იგივე ხა ეს მცირე ასაკის ბავშვებს არ ეხება თუ უფრო ალბათ 12 წლის ზემოთ ხომ რომ უფრო მეტი ინფორმაცია აქვს და შესაბამისად წერილიც დაიწეროს ისე თითქოს დიდის ნაზრევი იყოს ასეთი ბევრი ყავს საბედნიეროდ და ეს ალბათ რთული იქნება კი რომ ამ შემთხვევაში უკვე ჟიური ძალიან რთულ საფეხურზე არის ასე ვთქვათ და დაძაბული არის რომ გაარჩიოს ნამდვილად არის თუ არა უფროსის ხელით გარეული ამ ყველაფერში. ნამდვილად. იცით რა მაინტერესებს თუ ყოფილა ესეთი შემთხვევა ჩვენ აღნიშნეთ რომ მოტივაცია შეიძლება პირიქით გახდეს თუ გქონდათ პრაქტიკაში რომ დაუშვათ წინა წელს ვერ გამარჯვა და მაინც აქტიურად მაინც აგზელებენ. ესეთი შემთხვევაც ქონია და როდესაც აი 2 წლის წინ იყო სვანეთის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლე იყო გამარჯვებული და მომდევნო წელს არ ვიცი ფაქტიურად ასე მგონია რომ ყველა მოსწავლე მიიღო იმ სკოლიდან მონაწილეობა იმდენად დიდი მოტივაცია იყო იმ თანაკლასელებისთვის თუ იმ სკოლის მოსწავლეებისთვის ის რომ მათი სკოლის მოსწავლე გახდა გამარჯვებული და მის წერილი გაემგზავრა შვეიცარიაში. იცით რა მინდა კითხო თქვენ ახლა საქართველოს პოსტას წარმოადგენთ. მე მაგალითად ჩემს ბავშვობაში პოსტა ასოცირდებოდა მხოლოდ მე მეგონა რომ დეპეშა და წერილი უნდა გაგეგზავნა და ნუ ჩემ ბავშვობაში ჯერ კიდე ეს პერიოდი იყო დეპეშა და ამბები და მოდიოდა წერილი აქიდან აქიდან. დღეს ხადია მხოლოდ წერილი არ არის და ბევრი კუთხის რა შეიძლება და ამ კუთხით ძალიან სასიამოვნოა და საქართველოს პოსტა რო ძალიან აქტიურად არის ჩართული ამ საკითხში ძალიან კარგია. მაგრამ თუ არის ეს გარდა კონკურსის, აი გავანებოთ კონკურსს თავი წერილების გაგზავნის პრეცედენტი თუ არის ხოლმე ისევ პოსტის საშუალებით? კი ბატონო, რა თქმა უნდა, არის წერილების გაგზავნის პრეცედენტი, მაგრამ ზუსტად ისევ ამ კონკურსამდე მივდივარ, რომ კონკურსის მიზანია პოპულარიზაცია, იმიტომ რომ საჭირო არის, იმიტომ რომ ტექნოლოგიების ეპოქა, იმიტომ რომ ელექტრონული პოსტა არსებობს და ზუსტად ამასთან დაკავშირებით წერილების გაგზავნას რაც შეეხება, წინა წელს ჰქონდა საფოსტო ბარათების პროექტი, რომ მაქსიმალურად თუ ეცეთ მოყვარულ ფოტო
მოყვარული ფოტოგრაფების საფოსტო პარათები მივიღეთ ჩვენ, დაუბეჭდეთ, ყველა სერვის ცენტრში განვათავსეთ, მაქსიმალური პოპულარიზაცია გავაკეთეთ, ნამდვილად ლამაზი ვიზუალები ქონდა აღნიშნულ საფოსტო პარათებს და მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ ჩაგვერთო მოქალაქეებით, უცხოელები, რომ აი ამ საფოსტო პარათებით, ამ განსაკუთრებული ვიზუალების საშუალებით გაეგზავნათ სხვადასხვა, ეს არ ვიცი, წერილები იქნება და თუ ასე შემდეგ, ამ რაღაცა მესიჯებით. აღნიშნავ, რომ კი, ყველაზე ხშირი პრაქტიკა გვაქვს, როდესაც უცხოელი ჩამოდის, შემოდის პოსტაში და ზოგჯერ თავის თავს უგზავნის თავის ქვეყანაში, რომ დაბრუნდება, იქვე დახვდეს საქართველოს რაღაცა ღირსშესანიშნაობით ეს საფოსტო პარათი და არის კი ბატონო, ქართველებიც აგზავნიან ხოლმე, უგზავნიან ახლობლებს, გლობალიზაცია არის სოფლიო, მოგზაურობა დიდი, ასე რომ მოკლედ არის ეს თემა და ასე თუ ისე სტატისტიკურად ვცდილობთ და უფრო და უფრო კი ვცდილობთ, რომ ეს საფოსტო პარათების ცემის საშუალებით ეს წერილობითი კორესპონდენციის პოპულარიზაცია გავაკეთოთ. სასიამოვნოა, რომ შენი ახლობელი ადამიანისგან, შენთვის ძვირფასი ადამიანისგან მოგდის საკუთარი ხელნაწერით შესრულებული წერილი. კი ზუსტად ხელნაწერს კიდევ განსაკუთრებული დატვირთვა აქვს და ემოცია, რა თქმა უნდა, როგორც როდესაც წიგნს კითხულობ გაჯეტთან, წიგნი გიჭირავს ხელში და ფურცელს გწნობ. წარმოვიდგინოთ საუკუნეების წინ რომ ყოფილიყო გაჯეტები და ონლაინ სივრცე და ის უამრავი მიმოწერა, სასიყვარულო იქნება თუ ისე მიმოწერა არ ქონოდა დღეს ჩვენ. რა ღარიბი იქნებოდა ლიტერატურაც. რა თქმა უნდა. ჩვენი ცოდნას და ჩვენი განათლებას, ამიტომ ძალიან დასანანი იქნება რომ წლების მერე და საუკუნეების მერეც მხოლოდ ინტერნეტ მიმოწერები იყოს, რომელიც გაქრება და არ დაჩერს, მაგალითად ილიას და ოლღას მიმოწერა რო არ ქონოდა. ახლა სხვები, შექსპირის და სხვები. მოკლედ, მადლობას გიხდით წარმატებებს გისურვებთ ამ პროექტში და იმედი მაქვს რომ ყოველწლიურად მაინც ამ შედეგებზე ვისაუბროთ და გაგვიხარდება თუ გვეწყოთ რომ ვითარდება ეს პროცესი წერილის. უღრმესი მადლობა. თქვენ მადლობა საქართველოს ფოსტის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მაგდა სანიკიძე გვესაუბრებოდა.